სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგი კითხვა ძალიან საინტერესოა, ორ კითხვას ასვავს, მაგრამ მე გავყოფ ამ კითხვებს. ეს იყო იგივე პიროვნება, რომელმაც პირველი დასვა. და ესეთია ფორმულირება: ქრისტე აღდგომის შემდეგ მატერიალურად არსებობს და მანამდეც ის ასევე იყო მატერიალური? მე გამიჩნდა კითხვა. გჯერა თუ არა რომ ქრისტე როგორც ის ახლა არსებობს, არის მატერიალური არსება. და თუ ასეა, გჯერა თუ არა რომ ხორცს შესხმამდეც ის ასევე არსებობდა როგორც მატერიალური არსება. ჯონ მაკარტური პასუხობს. პირველ კითხვაზე პასუხი არის დიახ. მაგრამ არა იმ გაგებით მატერიალური არსება, როგორც ეს ჩვენ ვიცით. ან მე ვიცი. იმიტომ რომ არსებობს აღდგომის განდიდებული სხეული. გახსოვთ ხო? 1 კორინთელთა წერილის მე-15 თავი. რომ არის ახალი აღმდგარი განდიდებული სხეული. ასევე არის სხვანაირი სხეულები, ფრინველთა, ცხოველთა იქ ჩამოთვლილია და არის ასევე განდიდებული აღდგომის სხეული. ანუ მას აქვს სხვა სხეული, რომელზეც მან თქვა, გახსოვთ ხომ, როცა აღდგა და წარუდგა თავის მოწაფეებს, რომ მე სული არა ვარ, რომ თქვენ ხედავთ ხორცს, ძვლებს, რაც მე მაქვს და მას თომასაც აძლევს ნებართვას, რომ ხელი ჩაყოს მის ჭრილობაში. მან გაიარა კედელში და მათ შეეძლოთ მისი დანახვა, შეხება, შეგრძნება, ამიტომ ეს იყო ზებუნებრივი სხეული, რომელიც იყო ხილული სხეული. მე არ მჯერა, რომ ის ამას ფლობდა ინკარნაციამდე. მე ფიქრობ და გახსოვთ, სხეული შენ გამიმზადე, ამბობს ის ებრაელურად. ასე რომ მე არ ფიქრობ, რომ ის შევიდა ამ სხეულში თავის განსახიერებამდე. ის მერე უკვე მარიამის კვერცხუჯღრედიდან სულიწმინდის მეშვეობით შემდეგ სრულად ხდება ხორცშესხმული ქრისტე, მაგრამ აღდგომის შემდეგ ის უკვე ხდება განდიდებული სხეულით, ქრისტეს სხეულით, ძეკაცისა, ძეხვთისა. და კითხვა კიდევ აგზელეს კითხვით დამსველი. დაბადების მე-18 წელს მან უბრალოდ როგორ ფიქრობთ, როდესაც აბრაამს ეცხადება, როგორი ფორმით გამოეცხადა, რა იყო ეს მასალა, როგორი იყო მისი ხორცი. და ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, ის აშკარა სახით გამოჩნდა, ღმერთი აშკარა სახით გამოჩნდა. როგორი მატერიალური ფორმა იყო, მე ეს არ ვიცი. როდესაც თქვენ საუბრობთ აბრაამი და სარა, როცა მას ესტუმრებიან სამი. და აქედან ერთი ღმერთია და დანარჩენი ანგელოზი, სანამდე სოდომი და გომორაში წავლენ. დიახ, მე უბრალოდ მაინტერესებდა, იცი თუ არა, რომ ბევრჯერა რომ ეს იყო თავად ქრისტე. დიახ, ჯონ მაკარტური პასუხობს: დიახ, მე ფიქრობ, რომ ეს იყო ღმერთი და ფიქრობ, ის რაღაცი ფორმით გამოჩნდა მათ თვალწინაში. მადლობა კითხვისათვის.